ჯაბას დაბადებისას მეტდამ შეშინებულმა წამოიყვირა. ღმერთო, ეს რა ხდება? ბავშვს 6 თითი აქვს. როდესაც მე ჩერნოვეცკის ფონდის კორესპონდენტი ოზურგეთში ჯაბას შორეულ სოფელში გავეშურე, თანახვისთანავე ბავშვმა მკითხა: დეიდა, შენი ხელები მაჩვენე, შენც 6 თითი გაქვს? და ამ დროს ბავშვის სევდიან თვალებში დავინახე სურვილი იმის, რომ ერთი ადამიანი მაინც ენახა ისეთი, რომელსაც მასავით 6 თითი ექნებოდა. ბიჭუნას იმედი გავუცრუე, გული მეტკინა, მაგრამ ჯაბას უფრო მეტად წკიოდა პაწაწინა გული და ამას მის თვალებში ვხედავდი. ბავშვის ტანჯვა ამით არ სრულდება. მუცელზე თიაქარი აქვს და საშინელი ტკივილების ტანჯავს. ერთადერთი გამოსავალი ოპერაციაა, მაგრამ რაქნას ღარიბმა დედამ არჩევანი როგორ გააკეთოს შვილებს შორის. საქმე იმაშია, რომ ჯაბას 3 წლის ძმას თავის ტვინი აქვს დაზიანებული. ბავშვის კიდურები პარალიზებულია და ხოხვით გადაადგილდება. ექიმების თქმით განკურნება შესაძლებელია, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაქნას 27 წლის დედამ არჩევანი რომელ შვილზე გააკეთოს, მტერსაც კი არ უსურვოთ არასდროს, რომ ამ საშინელი არჩევანის წინაშე დადგეს. თავადაც მშიერმა ბავშვმა პურის უკანასკნელი ლუყმა მშიერი ლეკვისთვის არ დაინანა. გულდამძიმებულმა დავტოვე ოზურგეთის სოფელი მერია. მოვდიოდი და გზაში 5 წლის ჯაბას თვალები არ გამომდიოდა გონებიდან. ერთი კითხვა მოსვენებას არ მაძლევს. ბავშვს რომ იმედი გავუცრუოთ, მერე რა მოხდება? რა მოხდება და საბრალო ბიჭუნა დარწმუნდება, რომ კეთილი პერსონაჟები მხოლოდ ცხაპრის წიგნების ფერად ფურცლებზე არიან. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.